Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიურ თემატიკაზე საუბარს და დღეს მინდა გესაუბროთ პესახის შესახებ. თქვენ იცით, რომ სულ ახლახანს იყო პესახი და მე მინდა დღეს გესაუბროთ განმეორებითი პესახი, რომელიც ასევე ბიბლიაში გვხვდება და ამას იბრუნოთ ქვია პესახშენი. ძალიან საინტერესო თემა არის შემოკარგებო და მე ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ ვილაპარაკო ამ თემაზე და ამ პესახშენის მთლიან შინაარსზე. თუ რატო ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რას გვასწავლის ეს მეორე პესახი. ეს პესახი არის აღწერილი რიცხვთა წიგნში, მოსეს 5 წიგნეულის აქვს კიდევ რიცხვთა წიგნი, ებრაულად ამას ქვია ბამიდბარის წიგნი, ანუ უდაბნოს წიგნი. ჩვენ ვიცით, რომ ებრაული სახელწოდებები ბიბლიურ წიგნებს სხვანაირი აქვს, ვიდრე ჩვენ ტრადიციულად ვიცით. მოსეს 5 წიგნეულზე მაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე, რიცხვთა წიგნს ებრაულად ქვია ბამიდბარი, ანუ უდაბნოს წიგნი, თუმცა რიცხვთა წიგნით არ არის შეცდომა, რომ ამას ქვია რიცხვთა წიგნი. რადგან რიცხვთა წიგნი მას ეწოდა ბერძნული სეპტუაგინტის თარგმნის შემდეგ. რათა იქ არის აღწერილი ბევრი რიცხვები, ბევრი შთამომავლები და ამიტომ ეს არის ასე აღწერილი და ამიტომ ქვია ამას რიცხვთა წიგნი. ხოლო ებრაელები ამას უძახიან უდაბნოს. უდაბნოსზე აღარ ვისაუბრებ, უდაბნოს მნიშვნელობას ბიბლიაში რა მნიშვნელობისაა, რომ ამას თქვენ ყველამ კარგად იცით, მე არაერთი ვიდეო მაქვს შეწერილი. დღეს მინდა ვისაუბრო პესახშენი, პესახ, ანუ განმეორებითი პესახი. და რატო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის შეწერილი ის ბრძანება, ანუ ღმერთის მოწოდება მცნება, ეს არის რიცხვთა წიგნის მე-9 თავში არის აღწერილი ესა. კერძოდ მე-13 მუხლებში არის აღწერილი, როდესაც პირველ პესახზე ვერ მივიდა ებრაელი ერი და ვერ ჭამეს პასექი, ვერ იზეიმეს, რადგანაც ისინი იყვნენ რიტუალურად უწმინდურები და ზოგიერთი იყო გზაში. ამისათვის მოსე დაეკითხა ღმერთს და ღმერთმა უთხრა ასეთ რამე, რომ ორი კრიტერიუმის გამო შეიძლება პესახშენის ჭამა. პირველი ეს არის რიტუალური გაუწმინდურება, რიტუალური გაუწმინდურება ხდება, როდესაც ადამიანი ეხებოდა მტარს და მეორე ის, როდესაც თუ ის არის გრძელი გზა, ანუ გზაში იყო და ვერ მოასწრო ესა. პესახშენი შემოკარგება თავისი სულიერი არსით, ეს არის მეორე შანსი. და აქ ჩვენ გვასწავლის ბიბლია ძალიან უნიკალურ რამეს, რომ ღმერთი ყოველთვის არის მეორე შანსის ღმერთი. თუ ჩვენ მივდივართ მონანიებით ღმერთთან, ის ყოველთვის გვხებულობს ჩვენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთმა არ მიიღოს, თუ ადამიანი მიდის მასთან მონანიებით. თუ ჩვენ დავკარგეთ შანსი რაღაცა საქმეების გამო, რომელიც არის, ან ვერ მივიღეთ იმ მომენტში, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია სანამ ცოცხლები ვართ, გვაქვს მეორე შანსი. და ორი კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ ხედავთ ბიბლიაში, მხოლოდ ორი კრიტერიუმის გამო, ადამიანს, ანუ ორი მიზეზის გამო, ეს არის რიტუალური გაუწმინდურება და მეორე არის თუ დიდ გზაზე ადამიანი და გზაში იყო და ვერ მოესწრო. რა სიმბოლიზებს ეს ორი მიზეზი, რომელთაც ადამიანს შეუძლია პესახი მიიღოს? ეს არის პირველი მიზეზი, რიტუალური გაუწმინდურება. რიტუალური გაუწმინდურება, რომელიც იყო ყოველთვის ადამიანი ითვლებოდა, თუ ის ადამიანი შეეხებოდა მტარს. რა სიმბოლიზებს? მტარი ყოველთვის სიმბოლიზებდა ცოდვას, შემოკარგებო, რადგანაც ცოდვის საზღაური სიკვდილია და მტართან შეხება ადამიანს პირდა ამ ცოდვის მონაწილეს. ამიტომაც ესეთი ადამიანი ცოდვი, ადამიანი ვერ შეჭამდა პასექს. ამიტომ მას უფლება არ ქონდა პასექი ეჭამა, რადგანაც პასექი ის იყო წმინდა მსხვერპლი და ის ვერ შეჭამდა. და როდესაც ეს მიზეზი ქონდა ადამიანს, მას ქონდა მეორე შანსი. მეორე შანსი ერთი თვის მერე, ზუსტად 30 დღე, ანუ 14 ნისანს, ზუსტად ერთი თვის თავზე, 14 იანვრის თვეში, ხდებოდა განმეორებითი პესახი, პესახშენი. ამას ქვია ზუსტად და ჩვენ ვთქვით, რომ რიტუალური გაუწმინდურება, მაგალითად მიწვალებული შეხება, ის ასოცირდებოდა ადამიანი, რომელიც იყო მტარი. მტარი ცოდვებისაგან, მტარი იყო ისეთი ცხოვრებით, რომელიცაც ის დაშორებული იყო ღმერთთან და მან არ მიიღო პირველი უწყება სახარების, მაგრამ გავიდა რამოდენიმე დრო, წელი, 20 წელი და მან მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება, რომ ღმერთს უნდა დაუბრუნდეს. ასეთ ადამიანსაც აქვს შანსი, რომ მიდის. ანუ
რიტუალური გაუწმუნება სიმბოლიზებს ადამიანს, რომელიც ადამიანის მთელი ცხოვრება ცხოვრობდა უღმერთოდ და მას მიეცა შანსი გაბრუნებულიყო ღმერთთან. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ჩვენ გვეუბნება რიტუალური გაუწმინდულება. რატომ მაინდა-მაინც რიტუალური გაუწმინდულება? რადგან პასექი ეს ყველასათვისა, იესო ქრისტე ყველასათვის მოვიდა და ყველას აქვს მეორე შანსი. თუ პირველ შანსს შენ არ მიიღე, არ გაუგდე ყური შენი რაღაცა უღმერთო ცხოვრების გამო და ცოდვების გამო და მე შემდეგ ინანე და მიხვდი რომ არასწორად მოიქეცი, შენ გაქვს შანსი დაუბრუნდე იესო ქრისტეს. რა თქმა უნდა თუ მოინანია, აქ არის თავი პირობა მონანიება. მეორე ეს არის შორეული გზა, ანუ ადამიანი რომელიც გზის გამო ვერ მივიდა ღმერთთან. ეს არის ის ხალხი, ის კატეგორია ხალხი, ვინც ოჯახური რაღაცების მიზეზების გამო დაშორდნენ ღმერთს, დაშორდნენ იესო ქრისტეს ცხოვრების რუტინას გადაყვა, ზოგი სამუშაო ზებნაში გადაიხვეწა, წავიდა ეკლესიიდან, ზოგი რაღაციდან, ზოგი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ამ კატეგორიას აერთიანებს შორეული გზა. თქვენს გაქვთ შანსი დაუბრუნდეთ იესო ქრისტეს და მოხვიდეთ. ანუ ფესახშენი ეს არის მეორე შანსი. ყველა მორწმუნეისათვის, ვინც ადრე იცნობდა ღმერთს და რაღაც მიზეზების გამო წავიდა ღმერთიდან, მას აქვს დრო სანამ ცოცხალია მივიდეს ისე ღმერთთან. ეს არის ფესახშენი, არსი ფესახშენი ამაში მდგომარეობს. ღმერთი არის მეორე შანსის ღმერთი და თუ ადამიანი ინანიებს, ის აუცილებლად იქნება შეწყალებული ღმერთის მიერ. ეს არის ფესახშენის არსი ამაში მდგომარეობს ჩემო კარგებო. გარდა ამისა, ამას აქვს წინასწარ მეტყველური დატვირთვა ამ დღესასწაულს. ეს არის მესიანური იუდაიზმი ასე განმარტავს და მე ამ მხრივ ვემხრობი ამ განმარტებას, რომ ეს არის ისრაელის მიღება იესო ქრისტეს. პირველ პასექზე ისრაელმა არ მიიღო იესო ქრისტე, მეორე პასექზე ისრაელი მობრუნდება იესო ქრისტესთან. ეს არის ის შანსი მეორე პესახი, რომელსაც ღმერთი აძლევს ისრაელის ერს და ჩვენ ვიცით წინასწარმეტყველო ზაქარიის მიხედვით, ზაქარია წინასწარმეტყველის მიხედვით, კერძოდ მე-9 თავში, მე-10 თავში უпростоრად წერია, რომ აქვიტინდებიან, მოbrunდება მათი გულები, გადმოღურის წყალობის სულს ღმერთი მათზე და ისინი შეხედავენ ძეს, რომელიც მათმა განგმირეს და აქვიტინდება მათი გულები. ანუ ეს ნიშნავს, რომ ისინი მონანიებაზე მიდიან. და ეს ფესახშენი წინასწარმეტყველებს ისრაელის მიღებაზე ღმერთისა. ანუ ისრაელი თავისი არსით მიიღებს იესო ქრისტეს, როგორც მხსნელად, თავის ერთადერთ მხსნელად და ის ამით მიიღებს გადარჩენას. როგორც პავლე მოციქული წერს რომელთა მე-11 თავში. ნახეთ როგორი სიტყვები წერია, მე მინდა წაგიკითხოთ ეს, რომ არ ვიყო ბიბლიის გარეშე, ბიბლიური მუხლებით არ გავამყარო ეს პოზიცია. ეს არის რომელთა მე-11 თავის 25 მუხლი. ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული. რადგან არ მინდა ძმებო არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყნობოდეთ თქვენ სიბრძნეს. ნაწილობრივ სიჯუტე მოუხდა ისრაელს. ვიდრე წარმართა სისავსე არ მევა ღმერთთან. წარმართა სისავსე იგულისხმება ყველა ერთი, რომელიც მიიწვდება სახარება და მიიღებს იესო ქრისტეს ხსნას. ეს არის ყველა, სანამ ის რიცხვი არ შეივსება არაებრაელის, აქ იგულისხმება წარმართები არაებრაელები, ვინც მიიღებს იესო ქრისტეს, აი შემდეგ უკვე იწყება ისრაელის გამოღვიძება. ნახეთ როგორ ხდება. და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია, მოვა სიონიდან მხსნელი და უღმერთობას აასცენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წავხოცავ მაცოდვებს. სიონიდან, საიდან მოვა? ჩვენც რომ იესო ქრისტე, როდესაც ის აღდგება, ის და აი ნახეთ როგორ წერია სიონის მთა, ეს არის ის იერუსალიმში არის სიონის მთათა სისტემა და ელეონის მთა არის ერთ-ერთი ამ მთათა სისტემიდან შემოკარგებოდა. როდესაც იესო ქრისტე მოვაზრდით ღრუბელზე დაეშვება, ზუსტად ამ მთაზე და ამ მთიდან შევა ის იერუსალიმში. ოქროს ჭიშკარში, როგორც არის წინასწარმეტყველება ეზეიკიელის წინასწარმეტყველის მიხედვით შემოკარგებოდა. ამას ციტირებს პავლე მოციქული, როცა ამბობს, რომ მოვა სიონიდან ხსნელი, რომელიც იესო ქრისტეს თავისთავად გულისხმობს. და ფესახშენი წინასწარმეტყველად ეს არის ისრაელის მიღება იესო ქრისტესით შემოკარგება.
მაშინ ასე მეგობრებო, დღევანდელ დღეს მე მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის ძალიან მოკლედ, ძალიან საინტერესო თემაა ეს ასე. თუ გეკრება შეკითხვები აუცილებლად დააკომენტარეთ, კომენტარებში დაწერეთ. აუცილებლად ეს ვიდეო ბევრს გაუზიარეთ, თქვენს მეგობრებს გააზიარეთ, რათა ადამიანს კონდეს სტომა სახარების და ბიბლიურ ტექსტებთან, ბიბლიურ განმარტებებთან. აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი გვერდი, აუცილებლად გამოიწერეთ, ვინც არ ხართ გამოიწერები, რადგანაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვასწავლეთ ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. და თუ თქვენ გაინტერესებთ ბიბლიის და ახალი აღთქმის ებრაული კონტექსტი, თუ სინამდვილეში რას გულისხმობდა იესო, როდესაც გადაგებდა და მოციქულები რას წერდნენ სინამდვილეში რა იგულისხმებდნენ, ეს თუ ეს გაინტერესებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიწვიოთ ჩვენი არხი, რათა არ გამოვტოვოთ ეს საინტერესო ვიდეოები. ასევე დონაციას ვინც აკეთებთ ჩვენთვის, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. შეგიძლიათ განაგრძოთ ჩვენი არხის დონაცია, რადგან თქვენი დონაცია პირდაპირ უშუალოდ ეხმარება არხის განვითარებას და თუ თქვენ გაინტერესებთ რომ არხი განვითარდეს და კიდევ უფრო რაღაცა საინტერესო ვიდეოები და სწავლებები და დოკუმენტური ფილმები შემოგთავაზოთ ბიბლიასთან და არქეოლოგიასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთოთ დონაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენ ძალა არ გვაქვს ამის რესურსი, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. მაშასე, მადლობა ყურადღებისათვის და როგორც მეგობარი დამცინის გაგრძელება იქნება, ვიყურეთ. მადლობა ყურადღებისათვის.